დრო ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოხდა დღეს მსოფლიოში. ამ მიმართულებით ისევ და ისევ ფოკუსში არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც ასე თუ ისე დაალაგა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან, რომელმაც უკვე ოფიციალურად გააუქმა ორმაგი გამოყენების იშვიათ მეტალებზე შეზღუდვები. ეს შეზღუდვები პეკინმა ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როდესაც ამერიკამ წამოიწყო სავაჭრო ომი და შეზღუდვები გავრცელდა რამდენიმე ისეთ იშვიათ მიწათა მინერალზე, რომელთა მოპოვება ჩინეთს იქით არის ძალიან რთული, გადამუშავება კიდევ უფრო რთული და ექსპორტზე გატანა ფაქტობრივად შეუძლებელი. ამიტომაც ჩინეთს გარკვეულწილად აქვს მონოპოლია და ამ მონოპოლისტურ ძალაუფლებას ჩინეთის მთავრობა ეფექტიანადაც იყენებს გეოპოლიტიკური მიზნებისა და ამბიციების გასატარებლად. უფრო კონკრეტულად შეზღუდვები გაუქმდა გალიუმზე, გერმანიუმსა და ატომიუმზე, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი არის ქიმიური, ტექნოლოგიური და სამედიცინო წარმოების ხელშეწყობა. ეს ყველაფერი ამერიკას სჭირდება თავისი ტექნოლოგიური სექტორისათვის და ამ ასე ვთქვათ მიწათა მინერალების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია გარკვეული სახის ტექნოლოგიის წარმოება, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით. მათი დანიშნულება არის უბრალოდ კოლოსალური, ეს ჩინეთშიც ყველამ ძალიან კარგად იცის. ამ ყველაფრის ფონზე უნდა ითქვას ისიც, რომ შეზღუდვა არის გაუქმებული 1 წლით, არ არის ეს საბოლოო შეზღუდვა, გარკვეულწილად ჩინეთი კიდევ იტოვებს ბერკეტს იმისათვის, რომ თუ კი 1 წლის შემდეგ მას სავაჭრო პიროტები არ მოეწონება, მაშინ კიდევ ერთხელ დააწესებს შეზღუდვას და თავიდან დაიწყება ახალი რაუნდი დაპირისპირებისა. იმდენად დიდი დისკომფორტი იყო ამერიკის შეერთებული შტატების, რომ ჩვენ ვიცით, რომ მათ შექმნეს სტრატეგიული რეზერვის ფონდი, რომელიც მილიარდის მოცულობის იყო და საუბარი იყო, რომ დაახლოებით 15 მილიარდამდე გაიზრდებოდა და ალბათ ამ ერთ წელიწადში გარკვეულ საქმიანობას ეს სტრატეგიული რეზერვის ფონდიც გაატარებს. ყოველთვის ჩინეთს რა თქმა უნდა ბერკეტები ჭირდება ვაჭრობისთვის და ალბათ ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, რაც ჩინურმა მხარემ მიიღო. გავაგზავნოთ რუსეთით, რომელიც მაინც ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და არ არის ამით ცნობილი. სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება და მისი თქმით ის მზადყოფნა გამოაცხადა უბრალოდ რომ შეხვდეს მის ამერიკელ კოლეგას. რუსული მედია რია ნოვოსტის მისეულ ინტერვიუში რუსეთის პირველმა დიპლომატმა შეხვედრის აუცილებლობაზეც ისაუბრა. პრინციპში მან თქვა, რომ მარკო რუბიოსთან მუდმივად არის სატელეფონო კავშირზე და უკრაინის საკითხის განხილვისთვის ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი იქნება შეხვედრა და პირისპირ მოლაპარაკებების გამართვა. აღსანიშნავია, რომ მის ამ განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩვენ ვიცით, რომ იყო ცნობილი მოვლენები, რომელიც უკავშირდებოდა პუტინის და დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრას უნგრეთში, ბუდაპეშტში, სამიტზე, თუმცა ეს შეხვედრა გადაიდო, იმიტომ რომ რეალურად რუსული მხარე არაფრის დათმობისთვის მზად არ იყო. შესაბამისად ამერიკულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეხვედრისთვის არ გამართულიყო. თუმცა ანალიტიკოსები ახლა ლავროვის განცხადებას უკავშირებენ როსნეფტის და ლუკოილის დასანქცირებას. ის რომ ლავროვი მზადყოფნას გამოთქვა შეხვედრისთვის რუბიოსთან, ალბათ გარკვეული საკითხები ექნება მას დასაყენებელი და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია სანქციებთან, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა. ასევე ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ამ ტიპის შეხვედრა შედგება და ეს დადებითად წარიმართება, შესაძლოა აღდგეს საუბრები პუტინის და ტრამპის შეხვედრასთან დაკავშირებითაც, რომელიც ბუდაპეშტში უნდა გაიმართოს, იმიტომ რომ რეალურად ეს იქნება ალბათ მოსამზადებელი ეტაპის სამუშაოები. ასევე გასათვალისწინებელი ამბავია, რომ ჯერჯერობით არ ვიცით დათანხმდება თუ არა რუბიო ამ შეთავაზებას, რა განცხადებას გააკეთებს და რა პოზიცია ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს. თავად რუბიოს პოზიცია კი საკმაოდ მკაფიოა. ომთან მიმართებით ის უკრაინის აქტიური მხარდამჭერია და როგორც წესი პროუკრაინულ განცხადებებს აკეთებს ხოლმე და წესით ასე ვთქვათ რუბიო ლავროვის განცხადებას უნდა გამოეხმაუროს რა ჭრილში რა რაკურსით ამას ნახოთ. ხო, ამ განცხადებასთან დაკავშირებით ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთი ბოლო პერიოდში არის საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ამერიკის ახალი სანქციების გამო და როგორც ჩანს, მხოლოდ ამერიკა არასრულებს თავისი სანქციების აქტს, ასევე ევროკავშირიც ძალიან აქტიურია, მე-19 პაკეტი 2-3 კვირის წინ ამოქმედდა და უკვე ისიც ვიცით, რომ მუშაობა არის დაწყებული მე-20 პაკეტზე. ზუსტად ეს პაკეტი რაც შეეხება არის ძალიან რთული სათქმელი, რადგანაც როგორც წესი სანქციებს მაშინ ვეცნობით, როდესაც უკვე საბოლოოდ მინისტრების დონეზე არის შეთანხმება, იქამდე წინასწარ ამის თქმა არის ძალიან რთული, რათა რუსეთს არ მიეცეს საშუალება, რომ მოემზადოს და თავი დაიზღვიოს, მაგრამ არის რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება გამოყოფილი. ეს არის ენერგეტიკა, ცალსახად, რაც ყველაზე მთავარია და მეორე არის ფინანსები. ანუ
ენერგეტიკული რესურსებიდან მიღებული შემოსავლების გატარების ყველა გზის ამოქოლვა რუსეთის ფედერაციისათვის. ჩვენ ნახეთ, რომ ამერიკის სანქციების პაკეტი იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ ლუკოილს მოუწია გლობალურად თავისი აქტივების გაყიდვა და შესაძლოა ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი უკვე ამოქმედდეს ამერიკასთან ერთად ტანდემში და შესაბამისად საბოლოოდ ამოქოლოს ის ასე ვთქვათ ხვრელები, რაც არსებობს ჯერაც მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით ინდოეთთან და ჩინეთთან მიმართებით, რადგანაც ამ ქვეყნებმა მართალია ესე ოფიციალურ ზონაზე გარკვეულწილად შეწყვიტეს დროებით მაინც რუსული ნავთობის შესყიდვა, მაგრამ მაინც ვრცელდება ცნობები ვაჭრობასთან დაკავშირებით, რაც ისევ პრობლემური საკითხია, რადგანაც წესით რუსეთთან აკრძალული და სანქცირებული, ასე ვთქვათ, საქონლით ვაჭრობაც არ შეიძლება, მაგრამ ეს ქვეყნები აიგნორებენ ამ შეზღუდვებს და როგორც ჩანს, ევროკავშირს ახლა აი კონკრეტულად ამ მიმართულების შეზღუდვას. მოკლედ ნახოთ მე-20 პაკეტი როგორ იქნება, ამბობენ რომ საკმაოდ ამბიციურია, თანაც მე-20 მაინც რაღაცნაირად საიუბილეო რიცხვიც კი გამოდის გარკვეულწილად და შეიძლება ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პაკეტი აღმოჩნდეს ევროკავშირის მხრიდან წარმოდგენილი. კი ბატონო, საინტერესოა, ასევე საინტერესო ფაქტი მოხდა საფრანგეთში, ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ციხიდან გამოუშვეს. პარიზის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ყოფილი ლიდერი საშელის მოხდა სახლში სამართო დამცველების ზედამხედველობის ქვეშ გააგრძელებს. ამასთან სარკოზის ქვეყნის დატოვება და მასთან დაახლოებული საქმესთან დაახლოებულ პირებთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, შეზღუდული ექნება ამ პერიოდში. განმარტებისთვის მოსამართლის გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, შემდეგი ინსტანციის განხილვა შედგება 2026 წლის გაზაფხულზე, შესაბამისად იქამდე სარკოზი დროს გაატარებს საკუთარ სახლში, რა თქმა უნდა, ზედამხედველობის ქვეშ, ეგრეთ წოდებულ შინა პატიმრობაში გადავა. აღსანიშნავია, რომ ექს-პრეზიდენტი ციხეში 21 ოქტომბერს გადაიყვანეს, ის გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი უმაღლესი პირი, რომელსაც ციხეში მოუწია გარკვეული დროის გატარება და კაცმარიცის დაუბრუნდება თუ არა ის ციხის კედლებში თუ გააგრძელებს შინა პატიმრობაში ყოფნას და სასჯელის იქ მოხდას. შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზის თაობაზე პარიზის კრიმინალურმა სასამართლომ გადაწყვეტილება 26 სექტემბერს გამოაცხადა, საქმე ეხებოდა 2007 წელს ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფის მიერ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კამპანიის დაფინანსებას და ამ ფულის მიღებას. ზუსტად რა მიზეზით მოხდა ციხეში სარკოზი, ამის თაობაზე პრინციპში ჩვენ ვრცელი სიუჟეტი და ანალიტიკური მასალა გვაქვს მომზადებული, სახელად სარკოზი, კადაფი და პრეზიდენტის გზა ციხემდე, რომელიც დაინტერესებულ მაყურებელს შეუძლია რომ ნახოს და უფრო ცლად გაეცნოს აი ამ საქმის დეტალებს.